ორი ვარიანტი იყო, ან იწყებ შვიდად, ან ვიწყებთ პირდაპირ და ბუმით. დიდით. დარბაზებში MMA-ის საზოგადოებაში ეგეთი განცდა იყო, რომ კენას ჩამოყავს მებრძოლები, რომ ქართველებმა წააგონ რა, ქართველებს წააგებინ. ქართველები შეერწყვილა. ხო, ნიშნების მე მოითხოვა, რომ მინდაო 3 წელი ქათამი ჩამო. მოკლე პასუხი არა. ეს ერთობლივი კლიანობაში არის ეს ორგანიზება. და კონკრეტულად ვისაც ეზარება გვიან მოვიდეს. ვისაც ეზარება გვიან მოვიდეს და ერთ სიმბოლოდ იქცა კენასი ბუკა. აი ეს შეუპოვების, გამარჯვების სურვილის და კარგი ადამიანობის და ლიდერობის. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბევრი რაღაც გავაკეთეთ, ჯერ კიდევ ბევრი კოზირი კიდევს ჯიბეში, რომელსაც ეტაპობრივად გამოვიყენებთ. მოგესალმებით. ეს არის podcast Founders Club-ის მორიგი ეპიზოდი. მე მისი წამყვანი ვარ ნიკო დათეშიძე. სანამ დღევანდელი ეპიზოდის სტუმარს გაგაცნობთ, გეტყვით, რომ podcast-ის წარმომადგენია IT სერვისებისა და კიბერუსაფრთხოების პროვაიდერი კომპანია Live Support-ი, რომელიც შესაბამისი სერვისების მიწოდებით ბიზნესებისთვის ქმნის მყარ საძირკველს და უზრუნველყოფს მათ შეუფერხებელ მუშაობას. podcast-ის სპონსორი კი გახლავთ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აუდიტორული ქსელის More Global-ის წევრი, საბუღალტრო და საკონსულტაციო კომპანია More ABC. ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია გიორგი დოდელია, ორგანიზაცია რკენას თანათამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. მოგესალმები გიორგი. მადლობას გიხდი მოსვლისთვის. პირიქით მადლობა თქვენ. გიორგი, მოკლედ პირველ რიგში უნდა დავიწყო მადლობით, რომ ესეთი ივენთის ჩატარება მოახერხეთ, როგორიც იყო რკენა 1 და რკენა 2, მე ორივეზე ვიყავი, ასე ვთქვათ, ორივეს დავესწარე, როგორც დამსწრის experience რო გაგიზიარო, აი ჩემ ძალიან ბევრ მეგობართან მქონდა კომუნიკაცია, რომ ბოლო პერიოდში შეიძლება ითქვას, რავი, ხა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ეგეთი მასშტაბის, ეგეთი მაღალი ხარისხის ივენთი არ მახსენდება. აი ხა ხო არის რაღაც ფესტივალები, რაღაც ასე ვთქვათ, კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც რაღაც ძალიან ისეთი მასშტაბურობით და რაღაც სერიოზული დონით ხასიათდება, მაგრამ აი მართლა გეუბნები, ყველა ასპექტი, ყველა რაღაც ფაქტორი, ხა ის ხო entertainment ბიზნესია, რაღაც ბევრი ასე ვთქვათ, მანქანის ბევრი ნაწილი ერთად მუშაობს, რომ ბოლოს ესეთი შედეგი დაიდოს და ძალიან პოზიტიური იყო ყველა ჩემი რაღაცა გარემოცვის შეფასება ამაზე და ამაზე მინდა და მეკითხა, რომ ელოდი თუ არა, უფრო რკენა 1-ის კონტექსტში კითხავ, იმიტომ რომ მაინც რაღაც ის იყო, რა ქვია, ახალი სიტყვა რაღაც კუთხით, ელოდი თუ არა, ესეთ მუხტს და გამოხმაურებას თავიდან და როგორი იყო რკენა 1-ის მერე, აი იმის გაანალიზება, რომ რაღაც რეალურად მასშტაბური და სერიოზული რაღაც შექმნით. პირველ რიგში მადლობა ესეთი დახასიათებისთვის. რკენა 1-ის დაგეგმვის პროცესში თავიდანვე მთავარი აქცენტი გავაკეთეთ და იდეაში ყველაზე დიდი შრომა ჩავდეთ სწორი გუნდის შექმნაში რა, რომელსაც ექნებოდა საერთო მიზანი, რომ შექმნას რაღაც დიდი, განსხვავებული და განსაკუთრებული. ამ დღესაც რკენას სამუშაო პროცესში რო ჩაგახედოთ, იქ ნახავთ ადამიანებს, რომლებსაც ეს სამსახური არ არის უბრალოდ რა. ყველას აქვს ამბიცია, რომ იყოს რაღაც დიდის ნაწილი და ყველას ownership-ია გაგებული ამ პროექტზე რა. ხო და ალბათ ეს ყველაფერი იგრძნო და დაინახა გულშემატკივარმა, ჩვენი ენერგია, გულწრფელობა და დაგვიფასა უკვე რკენა 1-ზე იმ მუხტით, რაც დარბაზში ხდებოდა და რაც ხდებოდა სპორტის სასახლეში რა.
ამიტომ ველოდი ამ მოხდით მართლა გითხრა. და ეს ყველაფერი ამ შრომის დამსახურება რაც უკან დგას რა, როგორც შენ თვითონ ახსენე. რასაც ყველა პატარა დეტალში და არის, ანუ მოლოდინიც მოკლედ არსებობდა ამის, იმიტომ როგორც ჩართულები იყო, ასე ვთქვათ, ამდენი ადამიანი ჩართული ამ პროცესში. კი, იმიტომ რომ შეუძლებელია 4 თვე, 5 თვე, 6 თვე რაღაცაზე იმუშაო და ერთი კონფლიქტი არ მოხდეს შიგნით გუნდში რა. კი, ასთა სხვადასხვაობა არის, რა თქმა უნდა, ყოველს თავის აზრი, ყოველს თავის გეგმა აქვს, თუმცა ძალიან შეკრული გუნდი არის. და ალბათ ამ შეკრულმა გუნდს და ერთი მიზნის გარშემო გაერთიანება. ყველას უნდა რომ იყოს რაღაცა დიდი და განსაკუთრებული რა. ძალიან მაგარია. საბოლოოდ სადაც შემდეგ კითხვა მექნება იმაზე, რომ ეხლა ჩვენ პოდკასტს ქვია Founders Club-ი, ანუ დამფუძნებლებს ეხება. ჩვენი მაყურებლებისთვის ყველაზე საინტერესო ალბათ თვითონ დამფუძნებლების ფიდბექია. და მე მინდოდა მეკითხა, ანუ შენთვის როგორც ადამიანისთვის, რომელიც თანათამფუძნებელი ხარ, რა თქმა უნდა, სხვა თანათამფუძნებლებთან ერთად, ადამიანისთვის, რომელიც ამ სფეროში რაღაც ახალი სიტყვა თქვა, რაღაც ახალი შექმნა დააფუძნა, საიდან გაჩნდა ეს იდეა? და დროში როგორ ფორმირდა იმ დონემდე რომ ბოლოს ასე ვთქვათ ესეთი შედეგი გვენახა. საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიბადა ეს იდეა. მე თვითონ სენატა სპორტში მუშაობ სენატა სპორტის ლონჩის დღიდან. და თავიდან MMA-ს UFC-ს ივენთებს როცა ვაშუქებდით, აი ოფისიც რომ მიხვიდოდი, სულ რაღაც 2-3 კაცი უყურებდა UFC-ს რა. მე ეტაპობრივად უკვე გამოჩნდა მერაბი, ილია, გიგა, რომანი, ვიმე რო არ გამოჩეს, ნუ ხვდები რასაც ვამბობ. კი. ალექსანდრე, ხა ჩვენ თვალწინ იზრდებოდა პოპულარობა MMA-ს. კონკრეტულად UFC-ს. სწორედ ამ ტენდენციიდან გამომდინარე, ძალიან სასახად რიცხვებს ხედავდით. და დავიწყეთ ამ პროექტის დამუშავება. ბაზარი უკვე მზად იყო. ყურადღება მაღალი იყო, მოთხოვნა გაჩნდა. კი, მოთხოვნა ცალსახი. და ამ იდეის გარშემო შექმნით რკენა, რომ უფრო მეტ მებრძოლს მივცეთ შანსი და საშუალება მოხდნენ უმაღლეს დონეზე, რასაც UFC ქვია. დიდი ხანი მუშავდებოდა ეს პროექტი, რა თქმა უნდა, თავის ჩელენჯები ჰქონდა, როგორც ყველა ახალ პროექტს. ერთია დაანახო ხედვა, მაგრამ მეორეა ბუნებრივად ჩდება კითხვა, რამდენად გამოვა ის, რასაც შენ უყვები ადამიანს რა. აუცილებლად ჩდება ეს კითხვა. ყველაზე, ასე ვთქვათ, რთული ალბათ ეგ იყო, რომ დაგვერწყმუნებინე ადამიანები, რომ მართლა შეიძლება საქართველოში გაკეთდეს მსგავსი მასშტაბის ორგანიზაცია. და ნუ კენა ერთმა ეს უკვე დამტკიცა, რომ აი მაგაზე მინდოდა მეკითხა, რომ ეხლა ძალიან ბევრი სკეპტიკურად ხო იქნებოდა განწყობილი ბუნებრივია, რომ ოღონდ ნუ მოთხოვნა ცალსახად იყო ბაზარზე, გეთანხმები, უბრალოდ აი ამ მასშტაბის ღონისძიების დაორგანიზება და ამ მასშტაბის ორგანიზაციის ჩამოყალიბების კუთხით. აუცილებლად იქნებოდა სკეპტიკოსები და აი რა ფაქტორი გაძლევდა იმის თავდაჯერებას, რომ ეს იმუშავებს და გაამართლებს. გარდა აი მოთხოვნისა, ხო ხდები? ალბათ ის ხედვა, რომელიც თავიდანვე მქონდა რა. ანუ დარწმუნებით ვიცოდით, რომ ამის გაკეთება შესაძლებელი იყო. და თავიდანვე რაც ვისაუბრე გუნდზე, როცა ესეთი გუნდი იგიმაგრებს ზურგს, უკვე უკან გზა აღარ გაქვს რა. ბოლომდე უნდა მიყვე და გააკეთო. მართალი. ერთი მინდა მეკითხა, კენა ერთის დროს ხო არ იყო რაღაც მომენტი, აი როცა იგრძენი, რომ აი მორჩა შედგა ივენთი გაამართლა. აი ჩემთვის ეგ იყო ბუკა რო გამოვიდა Runaway-ზე. ხო, ერთი კონკრეტული მომენტი არ იყო. პირველად ეგ ვიგრძენი, როცა ვნახე რომ sold-out-ი არის. ხო. წარმოუდგენელი იყო პირველ ღონისძიებაზე sold-out-ი. შემდეგ უკვე აი კარები რო გაიხსნა სარიელ დარბაზში ვიდექი და ტრიბუნებს უყურებდი და ნელ-ნელა რო დარბაზი ივსებოდა. მად მივხვდი რომ ესე იგი რაღაც სწორად გავაკეთეთ და მან მივხვდი რომ კენა საქართველოს ჭირდებოდა რა. და ბუკას მომენტიც რა თქმა უნდა. ხო, არა, მახსოვს რომ აი ბუკას ბზოლა რომ მორჩა, მან უკვე მეც ამოვისუნთქე და
ხო, ანუ ეს ხო ჰაიპი და მოლოდინი ხო სულ ბოლო main card-ზე ბუკას ბრძოლას ქონდა, მაგრამ აი walkout song-ზე რომ მაგაზე გამოვიდა მახსოვს რომ აი მთელი დარბაზი ფეხზე აი ახლა დაინგრა არის understatement-ი რაც მოხდა. კი, ჩვენთან ყველაზე რაც მომეწონა ქართულ გულშემატკივრისგან არის რომ ძალიან იშვიათია როცა პირველი ბრძოლიდან დარბაზი ივსება MMA-ის ღონისძიებას. კი, მაგაზეც მაქვს ერთი კითხვა პრელიმებიდანვე. ჩვენთან პირველი ბრძოლიდანვე უკვე დარბაზი სავსე იყო და უბრალოდ კი არ იყო სავსე, უკვე მუხტი იყო, გულშემატკივრობა იყო და უკვე ენერგია დუღდა. ყველა კონკრეტულ ჩხუბზე და ყველა კონკრეტულ ბრძოლაზე. კი. ეს ძალიან უნიკალური გამოცდილება არის რა. ბევრ ღონისძიებაზე ვარ ნამყოფი სხვა ქვეყნებში და მსგავს რა მართლა არ მინახე. იმიტომ არ ვამბობ რომ რკენაა რა. კი. რეალურად არ არის. აი ამ კუთხით შენს ახსენე გუნდური მუშაობა და ეხლა დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი მიმართულებით და სხვადასხვა ინდუსტრიიდან იყო ჩართული, ასე ვთქვათ, ამ პროექტში. და ეჭვი არ მეპარება რომ რაღაც კოლოსალური მასშტაბის კოორდინაცია იქნებოდა საჭირო ერთმანეთში რა. და კომუნიკაცია და ამის დაორგანიზებას და ხორცშესხმას დაჭირდებოდა ძალიან სერიოზული კოორდინაცია. ზოგადად ხა შენ ახსენე რომ აი ერთი მიზნის გარშემო გაერთიანების საკითხი და აი ეს რაღაცა teamwork makes the dream work ფრაზა რომ აი რაღაც გუნდური მუშაობა ყველაფერს ოცნებებს ასრულებს, ხო? ცოტა ისე არის რა, ძალიან შაბლონური და რაღაც და რამდენად მართლა ჭეშმარიტი არის ეგ როგორ შაბლონურადაც და როგორ ასე ვთქვათ ისეც არ უნდა ჟღერდეს რა შენი გამოცდილებით. ჩემთვის ყველა პროექტში ყველაზე მნიშვნელოვანია გუნდი რა, გუნდი რომელიც საქმეს აკეთებს. ამ შემთხვევაში, კენა შემთხვევაშიც ძალიან დიდი დრო დაუთმეთ რომ სწორედ დაგვებალანსებინა ეს გუნდი. შემოვიტანეთ კრეატივი გარედან, ასე ვთქვათ, ედვენის სახით, რომელიც კრეატიული სააგენტოა და პროდაქშენია. სენტას შიგნით ყავს ძალიან ასე ვთქვი პროფესიონალი გუნდი, რომელიც სოფლიოში ალბათ ერთ-ერთ ყველა საუკეთესო სპორტის კეთება როგორ უნდა და სპორტული კონტენტის კეთება როგორ უნდა. უკვე საკმაოდ გამოცდილებას დაუგროვდა საქართველოს ოსოში ბაზარზე. შემოვიერთეთ ადამიანები, რომელს უშუალოდ ამ სპორტში, matchmaking-ში არიან ძალიან ძლიერები. თუნდაც, ასე ვთქვათ, პროექტულად ჩართული ადამიანები რკენაზე ვინც არიან, რა ვიცი, იქნება დაცვის კომპანია, იქნება დასუფთავების კომპანია, იქნება რაღაცა გარე პროდაქშენი. ყველა ამ საერთო მიზნის გარშემო მუშაობს და უნიშნულოვანი ფაქტორი არის რკენის წარმატებისთვის რა. და იმედია ესე გავაგზავნებთ და ყველა დიდი თუ პატარა კონტრაქტორი, ხო, მოკლედ. ნებისმიერი ადამიანი, ვინც რაღაცა პატარა დოზით მაინც ჩართულია რკენაში, რაღაცა დიდ მუხტს იღებს აქ მუშაობაში რა. ნამდვილად. entertainment-ის გართობის ასპექტის კუთხით მინდა და მეკითხა, ეხა entertainment-ი და სპორტი ხო უკვე კომბინირებული პროდუქტია თანამედროვე სამყაროში, ანუ ახალ სტადიონებს რასაც ვხედავთ და ისეთ ლიგებს და ორგანიზაციებს როგორიც არის NBA და UFC ვხედავთ რომ ანუ ბილეთის ფასად ადამიანი კი აყიდულობს რაღაცა ჩხუბის ყურების შესაძლებლობას ერთი, არამედ რაღაცა მთლიან გამოცდილებას, რაღაცა სრულ პაკეტს. და მე შენუშნე ისეთი გართობის და რაღაც entertainment ობიექტები, როგორიც იყო რაღაცა face-off-ები, რაღაც გიფერები, საკვები, ასე ვთქვათ, დახლებით ისე იყო ორგანიზებული, რომ რაღაც უფრო მაღალი დონე იგრძნობოდა. აი ეს ასე ვთქვათ გართობის მიმართულება რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თლიანი ღონისძიება შეფასდეს როგორც წარმატებული ღონისძიება და მომავალში თუ მოიაზრებთ რაღაც კონკრეტულს კონცეფციურად, რაც შეიძლება დაემატოს ამ entertainment aspects, რომელიც უფრო რაღაც სრულ პაკეტს შექმნის ამ თვალსაზრისით. კი ბატონო, ნუ გავიწყებათ რომ ჯერ მარტო ორი ღონისძიება გქონდა. კი. რაღაც უკვე რაღაც იმებს რომ ვითხოვთ. ეხლა ვიწყებთ ჩვენს. კენერთან შედარებით, როგორც ახსენე კენაურზე ბევრად მეტი გართობის საშუალება დახვდა გულშემატკივარს. მანდაც უნიშნულოვანესი არის სპონსორის ჩართულობა, იმიტომ რომ შეუძლებელია, ასე ვთქვათ, მარტო კენას გუნდმა
შექმნას ამდენი ობიექტი, რაც ამდენი განსხვავებული გართობის საშუალება ვენიუზე. და ძალიან სწორად აღნიშნე, რომ entertainment-ი და სპორტი ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. შეიძლება ძალიან მაღალ დონეზე კონდეს შოუ, მაგრამ ბრძოლებმა არ გაამართლოს და შეიძლება პირიქითაც მოხდეს და ორივე შემთხვევაში ივენთი უკვე ჩავარდნილად ითვლება რა. ამიტომ სწორი ბალანსი აუცილებელია. წარმატებულად აღარ მიიჩნევა. კი, კი. მე მინდა და მეკითხა ერთი კითხვა დამესვა პრომოებზე. მოკლედ საქართველოში და სხვაგანაც რაღაცის აფიშირების თვალსაჩინოდ სათანადო კონტენტის სწორად იდენტიფიცირება ზოგჯერ რთულია და აი ეხლა ზოგადად ბრძოლის ძირითადი ვიზუალური კონტენტი შეიძლება ერთი შეხედვით ადამიანებს ეგონოთ, რომ ისეთი სურათების შეშვებაა ერთ კუთხეში, რომ ერთი მებრძოლი დგას, მეორე კუთხეში მეორე მებრძოლი და that's it. მაგრამ აი მე რაც ძალიან თვალში მომხვდა, ოღონდ ამ გამონათქვამის ყველაზე პოზიტიური გაგებით. იყო ერთ-ერთი მებრძოლის backstory იყო გაკეთებული, რაღაც ძალიან კარგი ქართული ხალხური სიმღერის ფონზე, სადაც აი ჩანდა, რომ ეს ადამიანი რაღაც ძალიან humble საწყისებიდან ერთ-ერთ თბილისის გარეუბანში იღვიძებს, გადის ვარჯიშობს. და ასე ვთქვათ, მაყურებელი ხედავს, რომ ახალგაზრდები აი თავისი რაღაც ყოველდღიურ ცხოვრებაში და ყოფაში თავის ოცნებას როგორ მისდევენ და მიყვებიან და ამ მიმართულებით მე გამიჩნდა უკვე ისეთი დამოკიდებულება, რომ აი ამ ბიჭისთვის ისე მეგულშემატკივრა, რომ ეს აქ რომ მოიგებს თავის გარემოცვაში, თავის მეგობრებში, თავის ოჯახში, აი როგორ აი სადაც აი ეს თავისი საწყისები არის, რას წაიღებს და რა ემოციას და ენერგიას წაიღებს და აი ამ მიმართულებით მარკეტინგი მთლიანად აი ამ თქვენი პროდუქტის რკენას პრომოუშენის თვალსაზრისით და მიზნებისთვის რამდენად გამართლებულად მიიჩნევ და რამდენად გამართლებულად მიიჩნევ მასში ჩადებულ დროს, დარწმუნებული ვარ, მასში ჩადებულ რაღაც ძალიან დიდ ადამიანურ რესურსს და ზოგადად ამდენად მიგაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ერთი შეხედვით ეს რაღაცა სპორტის ის, აი ეგეთი მარკეტინგის დონე ჩაიდოს კონკრეტული პროდუქტის, ასე ვთქვათ, პოპულარიზებაში. ზუსტად მაგისთვის დაგჭირდა, ასე ვთქვათ, შიგნით გვაქვს რამდენიმე კრეატიული გუნდი, სენატა სპორტის გარე გუნდი. ზუსტად მაგითო ჩავთეთ, ასე ვთქვათ, სხვა კრეატივები ამ პროდუქტში, რომ მივიღოთ მუდმივად სულ უნიკალური ახალი პრომო, ახალი რაღაცა კონტენტ ლაინი. და გვინდა რომ განსხვავებულები ვიყოთ არ მხოლოდ რაღაც რეგიონალურ ბაზართან შედარებით, არამედ UFC-სგანაც, არ ვიცი, PFL-ისგანაც და გვინდა რომ რაღაც განსაკუთრებული პროდუქტი შევქმნათ. ის მოკლე ვიდეო, რომელსაც შემეუნები, ეს ნიკა აბრამიშვილზე არის. ხო, აღარ მახსოვსად მებრძოლის სახე და გვარი, მაგრამ სავარაუდოდ. რომელსაც ძალიან რთული ბრძოლა ჰქონდა რკინაურზე. რეალურად და ჩვენი მიზანიც ეგ იყო, რომ ადამიანებს გვინდა გავაცნოთ ეს მებრძოლები. გვინდა სათანადო დაფასებულები იყვნენ მებრძოლები და გჭირდება ეს გულშემატკივრობა დარბაზში, რომ მსგავსი წარმატებებს მიაღწიონ მებრძოლებმა რა. ნამდვილად. და რეალურად მარკეტინგის მნიშვნელობასთან დაკავშირებითაც 1-2 სიტყვით მაგ კუთხით თუ როგორც ასე ვთქვათ, აღმასრულებელი დირექტორი კენასი და აი ამ ბიზნესში, აი მარკეტინგის როლი და არსი რამდენად დიდია. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმთავრესია. სწორად დაგეგმვის გარეშე შეუძლებელია თუნდაც ორჯერ გავსო ამხელა დარბაზი, ხო? მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბევრი რაღაც გავაკეთეთ, ჯერ კიდევ ბევრი კოზირი გვიდევს ჯიბეში, რომელსაც ეტაპობრივად გამოვიყენებთ. ჯერ არ აჩვენებთ. ჯერ არ ვაჩვენებთ. და არც გვინდა რომ მოლოდინის შექმნათ, რომ ყოველ ღონისძიებაზე იქნება აუცილებლად ფეიერვერკები, ასე ვთქვათ, მარკეტინგის მიმართულებით. თუმცა პატარ-პატარა ბომბებს ყველგან ჩავდებთ მთელი კენას. ეს შეიძლება უფრო პროდუქტიული სტრატეგიაც იყოს, რაღაც სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით, რა. კი ბატონო. MMA სპორტთან დაკავშირებით მინდა და მეკითხა, ეხა ქართველი მებრძოლები საქართველოში რომ იბრძვიან,
მახსოვს რკენაორზე იყო ერთ-ერთი მებრძოლი, რომელიც რაღაცა ძალიან აბსურდულ armbar-ში იყო მოქცეული და მე უცბად თელმა არენამ მისი სახელის სკანდირება დაიწყო და მე მატჩის მერე ინტერვიუში ამბობდა ეს ბიჭი რომ აი ეს ხმა რო გავიგეო მაგან გამომაძვრინავ ამ მდგომარეობიდან და რამდენად დიდია სახლის ფაქტორი აი ამ სპორტში. ანუ ხო რა თქმა უნდა, ხო ყველა სპორტში ეს home court advantage არის, მაგრამ აი ამ სპორტში რამდენად დიდია და რამდენად განსხვავებული იქნებოდა შენი აზრით სურათი ცოტა ნეიტრალურ ტერიტორიაზე. აი ამ ის გადათვალისწინებით. რკენაერთის კარდი რო შევკარით. დარბაზებში MMA-ის საზოგადოებაში ეგეთი განცდა იყო, რომ რკენას ჩამოყავს მებრძოლები, რომ ქართველებმა წააგონ რა, ქართველებს წააგებინ. ქართველები შეერწყინა. ხო. და 10 ბრძოლიდან კარგი ვარიანტი იქნება თუ ორი ქართველი მაინც მოიგებს. ზოგს საერთოდ შეხედულება ჰქონდა რომ ქართველი საერთოდ ვერ მოიგებს ამ კარტზე. და კი ვნახეთ რკენაერთზე რა მოხდა. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დამსახურება იმის პირველ რიგში მებრძოლის, იმიტომ რომ ძალიან დიდი მომზადება გაიარეს ოქტაგონამდე, რკენაერთზეც და რკენაორზეც. მაგრამ უდიდესი ფაქტორი იყო გულშემატკივარი მათ. მეც რო უყურებ თითქოს ერთი თავით უჯობესდებიან, რა ვიცი, ტექნიკა იქნება, ფიზიკა იქნება თუ რაც იქნება, თითქოს რაღაცა, ხო, რამდენიმე ნაბიჯით წინ არიან, ვიდრე რეალურად არიან, რა. უდიდესი ფაქტორია და ზუსტად ეს განაპირობებს ამდენი ქართველის გამარჯვებას რკენაში. და არა ის რომ ვინმე სუსტი მეტოქე ყავს ან რაღაცა დაუბალანსებელი კარდი არის რა. უნებრივია. ერთი მხრივ ქართველებზე ხა ვისაუბრეთ და ეხა მეორე მხრივ მაინტერესებდა უცხოელი მებრძოლების ფიდბექი და უკავშირი რომლებიც ჩამოდიან ამ გარემოში და გადავსებულ არენაზე და ეს ეხა შეიძლება ყველა არ იყოს მიჩვეული ამას და რაღაც კუთხით დადებითი იყოს მათთვის. მე მახსენდება მაგალითად აი ძალიან არ ვიცი რკენაერთი იყო თუ რკენაორი, აი უკრაინელი მებრძოლის უკვე მეორე ხო რკენაორზე მეორე ჩხუბით მეორე ბრძოლა, როდესაც აი ძალიან ეს რაღაც მაძლიერებას გამოხატავდა ეს ადამიანი და აი ეს ოლივეირაც ძალიან შოუ მოაწყო, ესე თვალსაჩინო იყო ნამდვილად და აი მათი ფიდბექი რა არის და აი მაგაზე მოგისმენდით. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ რომ ჩამოსულ სტუმრებს, ანუ არა მარტო ჩამოსულ სტუმრებს, ზოგადად ვცდილობთ რომ fight week-ი რაც არის რკენასი, იყოს იდენტური როგორც არის UFC-ის fight week. სწორედ ამიტომ უცხოელი მებრძოლები ვინც ჩამოდიან, საერთოდ არ ელოდებიან რომ საქართველოს შეიძლება მსგავს პირობებში მოხვდნენ. fight week-ის მანძილზე ქონდეთ 5 გადაღება, ქონდეთ ჩაუტაროთ გადასხმები, ქონდეთ ყველა პირობა იმისთვის რომ კარგად მოემზადონ. weight cut-ისთვის და წონის დაკლებისთვის ხო. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევსრულოთ, ასე ვთქვათ, ყველა მათი სურვილი. მაგალითად ოლივეირა წონის კლების მერე მოითხოვა რომ მინდაო 3 წელი კატამი ვჭამო. და ჩვენც მივართვით ეს 3 წელი კატა. ამიტომ ხელს უწყოთ ყველანაირად, გვინდა რომ ვაჩვენოთ რომ პროფესიონალები ვართ და თითოეული მათგანი თავის ქვეყანაში რომ ბრუნდება თავის დარბაზებში. ბევრი ინტერესი მოდის უკვე სხვადასხვა მებრძოლებიდან. იმიტომ ეს ადამიანები არცელებენ რომ რკენა არის ორგანიზაცია, სადაც პატივს გსემენ, სადაც გივლიან, სადაც საოცარი ატმოსფერო არის. სადაც ესეთი სერვისი ხდება. ესეთი სერვისი ხდება და ესეთი გულშემატკივრობა არის. სწორედ ეს გვიადვილებს შემდგომ უკვე ახალი კარდების შენებას, იმიტომ რომ უკვე პირიქით მოდის მოთხოვნა მებრძოლებისგან, რომ რკენაზე მონაწილეობა მიიღონ. და იგივე ქონდა უკრაინელი რომ ახსენეთ ჩოკობოქს, პირველი ბრძოლა ქონდა ქართველთან და პირველი ბრძოლის მერე გთხოვა, მინდა რომ ქართულ გულშემატკივრმა შემიყვაროს და გთხოვთ შემდეგზე. ხო, იმიტომ რაღაცა ძალიან არაბუნებრივი სტვენა მოყვა, იმიტომ რაღაცა ისე დამსრულდა ეს ძიმე ნოკაუტი იყო და ხო და თითქოს რაღაცნაირად ის უკრაინელი დაიჩაგრა, აი რაღაც იმაში რა ქვია. და თვითონ გთხოვა რომ შემდეგი ბრძოლა ყოფილიყო სხვა ეროვნების წარმომადგენელთან, რომ ქართულ გულშემატკივრას შეეყვარა და ნუ ჩვენთვის მნიშვნელოვანია უცხოელი ვარსკვლავები გაიზარდონ რკენაში, იმიტომ რომ რკენა არის კი ლოკალურია, ქართული სული აქვს, მაგრამ ამავდროულად არის საერთაშორისო ორგანიზაცია და
საერთაშორისო განვითარება, რომელსაც უკვე დიდი სიტყვა თქვა საერთაშორისო ბაზარზე და არა მხოლოდ ამ რეგიონში რა. ძალიან კარგი. ეხა მინდა გადავიდე რკენა 1-ის ასე ვთქვათ, ჰაიპის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მიზანზე, ასე ვთქვათ, მიზეზზე, მეირაბ შარიქაძეზე. ნუ ბუკას გამოჩენა MMA-ის სივრცეში ბევრისთვის ძალიან დიდი სურპრიზი იყო. მე მახსოვს, რომ ნუ მთელი სარაგბო საზოგადოება იქ იყო რკენა 1-ზე. არა მარტო რაგბის, არამედ ქართული სპორტის კომაგებიდან ჩემი აზრით ძალიან დიდი ნაწილი ბუკას გამოც იყო რკენა 1-ზე. როგორ შეაფასებდი მის ფაქტორს, როგორც რკენა 1-ის, როგორც აი ესეთ პირველი ჩაშვების და ლონჩის წარმატების რაღაც გასაღებს და იყო თუ არა ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც პირველი ღონისძიება ესეთ რეზონანსულად აქცია. კი, რა თქმა უნდა, პირველი შეხვედრა რო გავიხსენოთ ბუკასთან საერთოდ ნუ ჩვენ აუცილებლად გვჭირდებოდა ადამიანი, ცნობილი სპორტსმენი, რომელიც რკენა 1-ს ასე ვთქვათ დამატებით ჰაიპს მოუტანდა რა. და ბუკა ტიპაჟურად კაპიტანი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ადამიანი, რომელიც უმეტესობა ადამიანს ძალიან უყვარს და ძალიან ძვირფასია, ძვირფასი ადამიანი, ძალიან საპატივცემულო ადამიანია. თავი აქცენტი ქონდა ბუკაზე თავიდან, რომ გინდა ბუკა, აუცილებლად ბუკა. პირველ შეხვედრის მერე ძალიან ისე დავიშალეთ, რომ არც ელოდებოდა საერთოდ გავშლით ავაზებას და ვერ დაგპირდებითო, ხო, ალბათ. არა, ნუ აი თითქმის მეც ვფიქრობდი წარმოუდგენელია, რომ დაგვთანხმდეს ამ პროექტს. შემდეგ რაღაც პერიოდში კიდე შემხვდა, კიდე ვისაუბრეთ და მეორე საუბრის მერე მივხვდი, რომ რაღაც შანსები არსებობს. და საბოლოოდ დაგვთანხმდა. უდიდესი ენერგია და შრომა ჩადო ამ 5 თვის მანძილზე, რომ რა თქმა უნდა 5 თვეში შეუძლებელია რომ რაღაცა სპორტს ვერ გამოიცვე. სპორტს ვერ გამოიცვე 5 თვეში, თუმცა ეს რაღაცა ბაზისური ტექნიკები შეისწავლა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რატომაც გვინდოდა ჩვენც ბუკას ჩართულობა MMA-ში, იყო რომ აქვს უდიდესი გული. და როგორც ყველა სპორტში, ტექნიკის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვების სურვილი. რაც თავის ბოლოშიც გამოაჩინა, როცა ამ ბარზე ბევრი სპორტსმენი დათაფავდა მან, ასე ვთქვათ, გააჩერებდა ბრძოლას. და ბუკამ გაუძლო ტკივილს, იმიტომ რომ ძალიან უნდა გამარჯვება და მოატრიალა ის ბრძოლა ისე, რომ საბოლოო ჯამში გამარჯვებული დარჩა. და ასე რაღაც ერთ სიმბოლოდ იქცა, რომ გააჩერი. და ერთ სიმბოლოდ იქცა კენასი ბუკა, აი ეს შეუპოვების, გამარჯვების სურვილის და კარგი ადამიანობის და ლიდერობის. ნამდვილად. ვიხილავთ ისე ოქტაგონზე თუ უფრო ჟურნალისტ ინტერვიუერის ამპულაში განაგრძობს მოღვაწეობას? თუ ეს სასახად ვერ იტყვი. მაგაზე სასახე პასუხი არ არსებობს. სპორტსმენია ბუკა, დღემდე აგზელებს ვარჯიშს MMA-ში. ნახოთ, ვის მაგივრად მე პასუხს ვერ გაგცემ. კი ბატონო. ესეთი გამონათქვამი არის, რომ hindsight is always 2020-ო, ანუ რაღაც უკან რო გაიხედავ, სულ რაღაც 100%-იანი მხედველობა გაქვს, რომ შეაფასო როგორ რა განვითარდა და მე ეს გამოსწორება გამოიყენო და აი ხა რკენა 1 რო შევაჯამოთ. მაინც რახანაც პირველი ღონისძიება და რაღაც დიდი ივენთი იყო. ყველაზე დიდი სირთულეს რას დაასახელებდი, ასე ვთქვათ, მომზადების პროცესში. ყველაზე დიდი ჩელენჯი და ყველაზე დიდი გამოწვევა. ალბათ ისევ იგივეს ვიტყვი, დაჯერება ადამიანების რომ შესაძლებელია მსგავსი მასშტაბის ღონისძიების გაკეთება. რკენა 1 სულ სხვანაირად იგეგმებოდა თავდაპირველად, იგეგმებოდა 1000 ადამიანზე. რაღაცა კონკრეტულ საინტერესოა ეგ. კონკრეტულ ჩანასახში ესე იგი სხვა რაღაც იყო. სხვა რაღაც იგეგმებოდა. ვაპირებდი რა თქმა უნდა მსგავსი პრომოუშენის აწევას, თუმცა ბევრად პატარა ღონისძიება იყო დაგეგმილი, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ნაკლები რისკის გარეშე ვფიქრობდით დაწყებას. თუმცა ღონისძიებამდე 3 კვირით ადრე ძალიან მაწუხებდა, თითქოს რაღაც აკლდა რკენას რა.
სულყოფილად არ იკვრებოდა ის პროდუქტი, მიუხედავად იმისა, რომ უდესი ძალისხმევა იდებოდა, რაღაც აკლა და ეს რაღაც იყო გულშემატკივრის ნაკლებობა. და სამი კვირით ადრე, როცა უკვე იქით ვენიუზე ყველაფერი დალაგებული ქონდა, გაწერილი ქონდა, აურიეთ ყველაფერი და წავედით რისკზე, რომელსაც ერქვა, წავედით სპორტის სასახლე გავავსოთ, სამი კვირით ადრე. და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სხვა გამოცდილების ადამიანი ყავს გუნდში, ყველასთვის ძალიან რთული გამოწვევა იყო ეს ყველაფერი. თუმცა ამ რისკმა გაამართლა და მოლოდინებსაც გადააჭარბა სიმართლე ვთქვათ. ძალიან საინტერესოა, რომ თავდაპირველად ცოტა რაღაც სხვანაირი მიმართულება იყო და მე აი ეგ საკვანძო მომენტი ალბათ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი არის, რომელმაც აი გარდატეხა შეიტანა. ორი ვარიანტი იყო, ან იწყებ შვიდად, ან ვიწყებთ პირდაპირ და ბუმით. დიდით. და პარემ წავედით მაგ რისკზე. საბოლოო ჯამში რისკი არ აღმოჩნდა, თუმცა მაშინ რისკი. არა, ძალიან იმ მომენტის გადასახედიდან ძალიან დაფასდა რა ეგ გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში. კომენტატორებზე და ინტერვიუერებზეც და გამომცხადებლებზე მინდოდა ერთი კითხვა დამესვა. რახანაც ქართულ ეხა მეც MMA-ს ასე ვთქვათ დიდი ხნის მანძილზე ვადევნებ თვალს და ესეთი სპორტია, რომელიც ძალიან მაინტერესებს და რომელსაც ძალიან ასე ვთქვათ მომწონს და დიდი ინტერესით უყურებ. და რაღაცნაირად ესეთ მოლოდინი მქონდა, რომ ანუ ქართული პროდუქტი თუ შეიქმნებოდა, ეს გამომცხადებელის ქართველი თუ არ იქნებოდა, რაღაცნაირად მეგონა, რომ თითქოს ეს ქართული აუდიტორია ისე ვერ მიიღებდა რა და ხო არ ფიქრობდით, ხო არ განიხილავდით, აი იმიტომ რომ რაღაცას ველოდი, რომ აი ბრუს ბაფერის ქართული ვარიანტი რა იქნება თქო რა. ხო და ხო არ განიხილავდით ქართულ გამოცხადებელს რაღაც ეტაპზე. ნუ ბოლოს ხა რაზეც შეჯერდით ის ენდი შეპარდი. ხო, ის ძალიან კარგად აცხადებს, მაგრამ აი რამ გადაგეწყვეტინათ, ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ რაღაც. ანუ ძალიან მარტივი მიზეზია. კენა ქართულია, ქართული ფესვებით არის, თუმცა უყურებს მთელი მსოფლიო. ხა. და გამოცხადება უშუალოდ ბრძოლის მნიშვნელოვანია, რომ ისეთ ენაზე მოხდეს, რომელიც ყველას ესმის. რა თქმა უნდა, გლობალურია და საერთაშორისო. გლობალურია და ხო, საერთაშორისო. შესაბამისად, ინგლისურ ენოვან გამოცხადებასაც დიდი ხანი ვეძებდით. თუმცა ბოლოს ენდიზე შევაჩერეთ არჩევანი და ნამდვილად არ გვინანია. კი, ნამდვილად. ძალიან ეფექტურად და ესე შევშტევათ იწყეს. და თვითონაც ძალიან შეუყვარდა საქართველოს კენა. და ძალიან უხარია მოკლედ ყველა კენაზე ჩამოსვლა. ძალიან კარგი. ძალიან შთამაგონებელი შეიძლება იყოს ეს მთლიანი პროექტი იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ეხლა იწყებენ ვარჯიშს და შეიძლება UFC-მდე უკვე შეიძლება იმაზე ოცნებაც დაიწყონ, რომ ჯერ კენას ოქტაგონზე მოხვდნენ. თუმცა ზოგადად ეს სპორტი და ყველა კომბატ სპორტი ხო ძალიან მსგავსია იმით, რომ უცებ შეიძლება სერიოზული ფინანსური სარგებელი მოიპოვონ ახალგაზრდა ადამიანებმა, მაშინ როცა მსგავსი ოდენობის ფინანსებზე, ასე ვთქვათ, შეხება მაქამდე არ ქონიათ და ამ კუთხით ალბათ აი ამ ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვისაც შეიძლება ძალიან საინტერესო თემას შევეხოთ, რაც არის მებრძოლების ანაზღაურება. ამ კუთხით ხო ეხა მე რაც სოციალურ მედიიდან მსმენია, აი კრიპტთან შედარებით ვიცი რომ UFC ძალიან კონტრავერსული არის იმ კუთხით, რომ Dana White ძალიან ხშირად კრიტიკის ქარცეცხლშია, რომ Fighter Pay და უშუალოდ ის მოგება, რასაც კომპანია იღებს, ძალიან დაუბალანსებელია და ძალიან დისბალანსი არის. აი შენი შეფასებით ამ თვალსაზრისით, ხო, ეს ანაზღაურება ჩვენი რეგიონის, ჩვენი მოთხოვნების და სხვა რაღაცა კომპარატორებთან შედარებით, ხო, რამდენად დაბალანსებულად მიგაჩნია და თუ შეგიძლია, რომ ნუ ეს რაღაც ცოტა ზოგადად მაინც გაგვიზია, რომ დაახლოებით რა თანხა შეიძლება გამოიმუშაონ რკენას მებრძოლებმა და აი რაზეა დაფუძნებული რაღაცა ბონუსები ან რაღაც ეგეთ კუთხით. ზოგადად კენაში ჰონორარები არა მარტო რეგიონალურ დონეზე, არამედ გლობალურ დონეზე ძალიან დაბალანსებული არის. ანუ როგორც გლობალურ ბაზარზეა, ჩვენ ვცდილობთ მსგავსი თამასა დავიჭიროთ.
თუმცა ერთი რო კონკრეტული რიცხვებზე ვერ წავალ, იმიტომ რომ ეს კონფიდენციალურია და ორგანიზაციის და მებრძოლ შორის, ასე ვთქვათ, დადებული ხელშეკრულების ამბავია. მაგრამ გონია რომ კენა ამ ასე ვთქვათ, ერთჯერადი ჰონორარის გარდა ბევრად მეტს აძლევს მებრძოლს, ბევრად დიდ რესურსებს ასე ვთქვათ, მის გავარსკვლავებაში, მის გაყიდვაში და მის მებრძოლის ასე ვთქვათ, პროდუქტად შეკრაში. და ჩვენი შემდეგი ნაბიჯები ზუსტად მაგ მიმართულებით არის, რომ ამ მებრძოლებს კონდეთ მუდმივი შემოსავალი, გარდა კონკრეტული ასე ვთქვათ, ბრძოლიდან აღებული შემოსავლისა, რათა კონდეთ შესაძლებლობა კონცენტრირდნენ მხოლოდ ვარჯიშზე, მხოლოდ ბრძოლაზე. და არ ქონდეთ საფიქრალი სახში საჭმელი როგორ ჭამონ, ან ასე ვთქვათ, რანაირად დარჩინონ ოჯახი. რა თქმა უნდა, ამას დრო ჭირდება, იმიტომ რომ არა მარტო კენაში, UFC-შიც, ასე ვთქვათ, საწყის კონტრაქტზე ადამიანებს უწევთ ბევრი სხვა საქმით დაკავება იმისთვის, რომ თავი შეინახონ. მაგრამ ჩვენი მიზანიც ეგ არის, რომ გამოვასწოროთ მეტ ახალგაზრდათ მივცეთ შანსი, რომ კონცენტრირებული იყოს მხოლოდ სპორტზე. და ეტაპობრივად გავზდით ბაზარს, გავზდით, ასე ვთქვათ, სპონსორებსაც, მოვამზადებთ იმისთვის, რომ მზად იყვნენ დააფინანსონ ახალგაზრდა მებრძოლები და თავისუფლება მიცენ მომზადებაში რა. ხო, რეალურად მიზანიც ხო ისაა, რომ მებრძოლების სტატუსები, ესე ინდივიდუალურად რაღაცა შენებით, შესაბამისი შენებით რაღაცაზე აიგოს და რაღაც შეიქმნას, მერე თვითონ რაღაც ინდორსმენტებით და რაღაც კონკრეტულ ასე ვთქვათ, კონკრეტული სპონსორები შეიძლება დაინტერესდნენ უშუალოდ მათთან თანამშრომლობით და ეგ არის მოკლედ ის გზა, რაც ეგ აუცილებელი გზა არის და აუცილებლად გასავალელი გზა არის, კი ბატონო. კენას გეოგრაფიაზე მინდა ერთი კითხვა დაგისვა. ახსენე, რომ კენა უნდა იყოს რეგიონალური, კენა არის საერთაშორისო ორგანიზაცია, ქართული სული აქვს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაცია. ხომ არ იგეგმება ცოტა long term პერსპექტივაში მაინც კენას ღონისძიების უცხო ქვეყანაში ჩატარება. და აი მე მაგალითად ჩემი დაკვირვებით ძალიან ბევრი მებრძოლი იყო კენა 2-ზე თუ არ ვცდები, აი უზბეკეთი, ცენტრალური აზია, შუა აზიიდან და ხო არ იკვეთება ინტერესი რომელიმე რეგიონიდან კენას მიმართ, ისე რომ შეიძლება ბოლოს რაღაცა მატერიალიზდეს უშუალოდ მათ ქვეყანაში ერთი ივენტის ორგანიზება. კი. ზედანტა სპორტიც სწორად შეამჩნიე ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც უფრო ხშირად ჩანან კენაზე. იმიტომ ზედანტა სპორტი საქართველოს გარდა ოპერირებს 14 ქვეყანაში და მათ შორის ჩვენი მთავარი მარკეტები არის ყაზახეთი და უზბეკეთი. შესაბამისად, კენასთვისაც პირველი პრიორიტეტი არის ან ყაზახეთში ან უზბეკეთში ჩატანა და დიდი სურვილი გვაქვს უახლოეს მომავალში რომ ჩავიტანოთ. და სწორედ მაგ საწყის ვამზადებთ. ძალიან საინტერესო. ნაბიჯი რა. ძალიან კარგი. ინფრასტრუქტურა თუმცა არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ რეგიონში ვაპირებთ გაჩერებას. რა თქმა უნდა, წავალთ და გავიწევთ ევროპისკენ და იმედი მაქვს შემდეგ წელს უკვე ევროპაშიც ერთი ღონისძიებას მაინც ჩავატარებთ. ძალიან სერიოზული გეგმებით ყოფილხართ. ინფრასტრუქტურის კუთხით მინდა და ერთი რაღაც მეკითხა. ეხლა ძალიან ბევრ სპორტულ ღონისძიებაზე ვარ ნამყოფი და რაღაცნაირად კენა ესე რომ ვიყავი, აი ამ სპორტის სასახლეს თავისი აკუსტიკური სტილით, თავისი რაღაცა ცოტა ბრუტალური საბჭოთა არქიტექტურით და ეს რაღაც თაღი რო აქვს იმასე რა ქვია თავზე, ეს ეკრანები და ეს რაღაცა ოქტაგონი და რაღაცა ცოტა ისეთის ძალიან მოუხდა, ძალიან რაღაც თითქოს ვიზუალში ძალიან კარგად ჩაჯდა. გახდება თუ არა ეს, ანუ ასე ვთქვათ, მუდმივი ლოკაცია რაღაც კუთხით და ეხა მაინც ეხა ეს საბჭოთა ვახსენე და არ არის მაინც ეხა უახლესი შენობა და რაღაც კუთხით ვიცი რომ ეხა ეს ნუ რა თქმა უნდა ეხა სხვა ობიექტია, სხვა ხელმძღვანელობა ყავს, ბუნებრივია. გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენი წარმატების და ასე ვთქვათ ამ პროექტის წარმატების პირობებში რაღაცა მცირე რენოვაცია ხო არ იგეგმება, ცოტა უფრო ასე ვთქვათ გათანამედროვება, ასე ვთქვათ სკამების რაღაც ესეთი სრული experiences, სრული გამოცდილების.
ნუ ერთი შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სპორტის სასახლე კენას სახლი იქნება. აჰა. თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ მივეჯაჭვებით, იმიტომ რომ ჩვენ ვაპირებთ სხვა ქვეყანებში გასვლას, სხვა ქალაქებში ჩასვლას. თუმცა სახლი აუცილებლად იქნება სპორტის სასახლე. რაც შეეხება თვითონ ამ ლოკაციის, ასე ვთქვათ, გაუმჯობესებას, გათანამედროვებას, სამწუხაროდ მაღაზე პასუხი მე ჯერ არ მაქვს, თუმცა როგორც ინფორმაცია მოდის ჩემამდე, იგეგმება რაღაც დოზით ეტაპობრივად გაუმჯობესება, თუნდაც სახსენე დასაჯდომის კამების გამოცვლა. აჰა. და კიდევ უფრო, თქვათ, მეტი საშუალების გაჩენა, რომ მეტი ტექნიკა, თქვათ, ჩამოიკიდოს, მეტი ტექნიკა განთავსდეს, რომ კიდევ უფრო გათანამრთელდეს სპორტის სასახლე. თუმცა არადოს არ დაუკარგავთ ამ, ასე ვთქვათ, ისტორიულ სახეს რკენას ღონისძიებებზე, იმიტომ რომ ცოტა თავის სპეცია კან ყველაფერს. თავისი ასე ვთქვათ, კიდე მეტი რაღაც კონცერტ ღონისძიება ბრძოლების შორის უფრო მოხერხებადი იყოს უშადადეს. მოხერხებადი იყოს. ეხა ბოლოს ბოლოს მანქანა რო შემოვიდა, მეთქი ეს მანქანა როგორ ამოვიდა ჯერ და ხო არა ძალიან ისეთი შთამბეჭდავი და ეფექტური შოუ იყო ნამდვილად. ეხა მინდოდა მეკითხა UFC Fight Pass-ზე. თორსაბ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნე, რომ ასე ვთქვათ, რაღაც ეტაპზე არის მოლაპარაკებებიო, ან მიმდინარეობს მოლაპარაკებებიო და თუ შეგიძლია არ გაგვიზია რომ რა ეტაპზეა პირობითად მოლაპარაკებები და რამდენად რეალურია, ასე ვთქვათ, ამის მატერიალიზება რაღაც მოკლე დროში და რას ნიშნავს შენი შეფასებით ქართველი მებრძოლებისთვის ამ პლატფორმაზე გამოჩენა? ნუ დღეს რკენა უკვე ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, იმისთვის რომ UFC Fight Pass-ზე იყოს. მოლაპარაკება შემიძლია თქვა, რომ უკვე ბოლოსკენ მიდის და ძალიან მალე გავცნობთ ამ ამბავს. ნუ რკენა თავიდანვე, ასე ვთქვათ, მისი დანიშნულებას ეგ არის, რომ იყოს პლატფორმა, იყოს საერთაშორისო პლატფორმა და რაც შეიძლება, ასე ვთქვათ, მეტ რიჩზე გავიდეს. UFC Fight Pass-ი ამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება არის. რომ გლობალურად ნახონ ქართველი მებრძოლები. თუმცა UFC Fight Pass-ის გარდა კიდევ ბევრი მასშტაბური და საინტერესო პროექტი გეგმება კენასთან მიმართებით. რაც უკვე ჩვენ სპორტსმენებს ლოკალური დონიდან გლობალურ ვარსკვლავებად აქცევს რა. ძალიან კარგი. ეხა ახსენე არაერთხელ რომ ქართველი მებრძოლების გზის გავლაში, ასე ვთქვათ, დახმარება არის თქვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი და მისია პოტენციურად, ნუ ეხა ყველაზე მაღალი დონის ორგანიზაცია UFC-შია და ყველა ახალგაზრდა MMA-ში მოვარჯიშე ბავშვის ოცნებაც ეგ არის, რომ UFC-ში მოხვდეს, როგორც მეირაბი, ილია და სხვები. არა მარტო ბავშვის, და არის თუ არა უკვე რკენა შემადგენლობიდან ისეთი, ვინც აი სკაუტების რადარზეა, ან თქვენ გაქვთ ეგეთი წარმოდგენა, რომ რაღაც 1-2 ნაბიჯი და რაღაც უფრო დიდი ნახტომისთვის მზად იქნება. ჩვენ ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი წარმოდგენა გვაქვს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში UFC არჩევს მებრძოლს ვინ უნდა წაიყვანოს. თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ინტერესი არის. ისედაც ჩვენ დიდი ხნის პარტნიორები ვართ UFC-სთან და პირდაპირ კომუნიკაცია გვაქვს. კონკრეტულ სახელებს ვერ ვიტყვით, თუმცა რამდენიმე მებრძოლზე უკვე UFC სკაუტები, ასე ვთქვათ, გამადიდებელი შუში დაკვირდებიან. და შეიძლება არც ეს შორს იყოს ის დრო, როცა არც თუ ისე შორეული პერსპექტივა იყოს. კი. ძალიან სასიამოვნოა ეგეთი სიახლის მოსმენა. ვიცი რომ თქვი რომ კონკრეტულ სახელებს ვერ დავასახელებო, მაგრამ ჩემი შემდეგი კითხვა ეხება რომელ ასპექტს იცი, რომ ეხა კარგად ვიცით უკვე და დარწმუნებული ვარ ქართველმა მაყურებელმაც გაიგო ილიას და მერაბის
ყოველწლიური ბრძოლების დაკვირვებით, რომ fight business-ი არ არის მხოლოდ results business-ი. ანუ მხოლოდ შედეგზე ორიენტირებული ბიზნესი არ არის. არის დამოკიდებული საკმაოდ მნიშვნელოვნად იმაზე, ვის შეუძლია ბრძოლის კომერციალიზაცია, ვის შეუძლია, ასე ვთქვათ, კონკრეტული ჰაიპის შექმნა და მისი ბრძოლის მოთხოვნის გაზრდა. ამის ძალიან სერიოზული მაგალითია კონორი, ილიაც ბოლო პერიოდში ცალსახად. დაახლოებით ამ მიმართულებით ხო ვერ გამოყოფდი ერთ-ორ ახალგაზრდა ქართველს, რომელსაც პოტენციალურად შეიძლება ქონდეთ რესურსი, რომ აი ამ მომენტისთვის UFC-ში UFC-ის სახე როგორც არიან თქვათ ილია თოფურია და ალექს პერეირა, ხო ერთი შეიძლება ცოტა უფრო მეტად სოციალ მედიაში კომუნიკაციით ხასიათდება, მაგრამ ალექს პერეირა რაღაცა მარტო ჩამას იძახის და არა აუცილებელი რომ რაღაც ესეთი იყოს კომუნიკაციაში ძალიან ჩართული, აი რომ რკენას სახედ იქცეს და ასე ვთქვათ main card-ის სტატუსის აწევა შეძლოს. ნუ ეს ადამიანები უკვე გამოიკვეთენ თქვენთანაც ნახავდით, თუმცა ამის გარდა ძალიან ბევრი კარგი სპორტსმენი არის. მეც ანუ იმის გარდა რომ ასე ვთქვათ ორგანიზატორები ვართ, მე ამ ადამიანების გულშემატკივარია პირველ რიგში. ამიტომ კონკრეტულად გამოყოფა არავის არ მინდა. თუმცა ძალიან ბევრი პროფესიონალი მებრძოლი გვხდება ამ პროცესში, ქართველი მებრძოლი. იმის გარდა რომ ასე ვთქვათ კარგი კომუნიკაციის უნარი უნდა გქონდეს თუ რაღაცა ჰაიპი აწიოს, ამნიშნულოვანია იყოს პროფესიონალი. წონის კლების დროს დაიკლოს წონა. იმიტომ რომ მაგ ასე ვთქვათ მაგ დეტალების გარეშე რაც არ უნდა ჰაიპი აწიო, UFC-ში გაგიჭირდება მოხვედრა. იმიტომ რომ ეს არის ამ სპორტის ერთ-ერთი ყველაზე რთული, მაგრამ შემადგენელი ნაწილი. ნუ ძალიან ბევრი პროფესიონალი ახალგაზრდა მებრძოლია, ჯერ კიდევ აუდიტორია არ იცნობს, ჯერ მხოლოდ ალბათ 10% აქვს გაცნობილი რკენადან. ძალიან ბევრი სამოყვარულო ტურნირი ტარდება რეგიონებში. რომ დააკვირდეთ, ჩართოთ და უყუროთ, ნახავთ რა დონის ტალანტები მოდიან და დროთა განმავლობაში რკენაში მოხვდებიან, თავს გამოიჩენენ და აუცილებლად მოხვდებიან უკვე სხვა დონეზეც რა. სანამ რაღაც საომალო გეგმებზე კონკრეტულ კითხვებზე გადავალ, რაღაცა პერსონალური კითხვებიც მინდოდა შენთვის დამესვა, როგორც ასე ვთქვათ ადამიანის, რომელიც ისეთი ორგანიზაციის დაფუძნებაში გაქვს მიღებული, რომელიც მართლა ახალი სიტყვა არის ქართულ რეალობაში MMA-ის კუთხით. MMA-ის რამდენად დიდი გულშემატკივარი ხარ და ხო არ გამოარჩევდი აი უცხოურ შოუებში Mount Rushmore-ს რო ეძახიან რა, top 4 MMA-ის მებრძოლს ყველა დროის. ყველა დროის? რა თქმა უნდა MMA-ის გულშემატკივარი ვარ, თუმცა პოდკასტთანაც გითხარი რომ მეორე სიყვარული ჩემი ფეხბურთი არის. ჩემიც. ხო. ალბათ ფეხბურთის Mount Rushmore-საც გითხავ. არ არის პრობლემა. უნდა MMA-ით დავიწყოთ. ნუ ალბათ GSP კი. ჯონ ჯონსი, Mighty Mouse-ი. შეიძლება ქართველის დაამატა. ილია თოფური. შესანიშნავი უთხეულია ნამდვილად. შესანიშნავი უთხეული. MMA-ის კუთხით კიდე ერთი საკითხის ხაზგასმა მინდა, რომ აი ეს entertainment-ი ვახსენეთ. და მახსოვს რომ ეხლა მაინც ქართული საზოგადოებისთვის შეიძლება ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი იყო, მოკლედ კენა ერთზე რა. გენდერულად ძალიან დაბალანსებული აუდიტორია იყო და მაინც ეს ცოტა ბრუტალური სპორტი, უფრო მამაკაცები უფრო დიდ ინტერესით შენენ ხოლმე, ეხლა რა თქმა უნდა, ეხლა არ მინდა რომ ისე სტერეოტიპულად ჟღერდეს, მაგრამ სტატისტიკურად ეგრეა. და
ძალიან ბევრი მოკლედ ჩემი მეგობრისთვის ეს workout song იყო, რაღაც ახალი არ იცოდნენ რომ ეგრე იყო და რაღაც ახალი ის იყო რა ქვია სიტყვა და ძალიან დადებითად განეწყნენ და ძალიან ესეთი დადებითი ემოცია გამოიწვია. ზოგს ერთ ქართულ ბიჭს გონი რაღაც მადონას სიმღერა ქონდა და რაღაცა ეკავა და ძალიან ასე თქვა დადებითი მუხტი შემოიტანა ამ ყველაფერმა და ის Runaways ვახსენე ბუკასი როგორი ის იყო რა ქვია. შთამბეჭ დავიდა. შენ რომ ებრძოლი ყოფილიყავი, შენი workout song-ი რა იქნებოდა? საინტერესო კითხვა. ალბათ მაინც რაღაც hip-hop-ს ავიჩევდი რა. გონია რომ უხდება MMA-ს. აი კონკრეტულად გამიჭირდება რომ გითხრა ვიფიქრებ და რაღაც სიმღერას გამშვენ რაღაც მომიშიგეთ. იმიტომ ძალიან ბევრი ვარიანტი ამომიტივდა და კაცად უნდა გავფუტო. ეხლა მომავალ გეგმებზე რომ გადავიდეთ, თუ შეგიძლია რომ გითხრა, როდის შეიძლება ველოდოთ რკენა 3-ს და რაიმე სიახლე ხო არ იქნება ფორმატში და რა შეგიძლია გაუზიარო მაყურებელს, რომ აი ახალი რა ელოდება მაყურებელს. ნუ გააჩნია როდის დაიდება ეს პოდკასტი. თუმცა როგორც ის იმ დროს იდება, ჩვენ უკვე კომუნიკაცია გაკეთებული გვექნება, ამიტომ შემდეგი ღონისძიება არის ძალიან ახლოს, 16 მაისს. მებრძოლთან დაკავშირებით იქნებიან ძველი სახეები, უკვე ნაცნობი სახეები და დაემატა ბევრი ახალი სპორტსმენი, რომელთაც ქართველი გულშემატკივარი შეიყვარებს და ნახავს რამდენად ბევრი კარგი სპორტსმენი და მებრძოლი ყავს. ამის მეცამსახურე ჯერ ვერ დავამატებ. იმიტომ რომ ეხლა მიმდინარეობს ზუსტად ეს აქტიური პროცესი რკენა 3-ის კეთების დაგეგმვის და კომუნიკაციის. და გვადევნებთ თვალე ჩვენ სოციუმედიის გვერდებზე და ყველაფერს გაიგებთ. აუცილებლად. ერთი ორგანიზაციული საკითხი მინდა და მეკითხა მე როგორც ასე ვთქვათ ერთი რიგითი დამსწრე თვითონ ღონისძიების. განსაკუთრებით რკენა 2-ის შემთხვევაში და რაღაც თითქოს ეგეთი უკავშირი იყო რამდენიმე ადამიანისგან რა. თავიდან ვახსენეთ, რომ რკენა 1-ში ყველაზე დიდი მიღწევა ის იყო, რომ პრელიმებიდან გაივსო დარბაზი და ასე ვთქვათ იყო აი გაუჩერებელი მუხტი მთელი რაღაც 4 საათნახევრის მანძილზე. უბრალოდ ზოგჯერ შეიძლება ზოგი ადამიანისთვის, რომელიც რაღაც კონკრეტული ფაითის ანახავად გეგმავს ან რაღაც ეგეთ ცოტა უფრო სპეციფიური მიზანი აქვს. აი ამ ხანგრძლივობის მანძილზე ერთ კონკრეტულ ადგილას ყოფნა შეიძლება არ იყოს იმისთვის ყველაზე ისეთ კომფორტული რა. ხო არ იგეგმება რაღაც დივერსიფიცირებული არ ვიცი როგორ შეიძლება ვთქვათ ოფერების ჩაშვება იმ კუთხით რომ მაგალითად კონკრეტულმა პირებმა შეიძინონ მხოლოდ main card-ის ასე ვთქვათ ბილეთი და სხვანაირი იყოს პრელიმები main card-ი ყველა ერთად ხო ხდებით? მოკლე პასუხი არა. ეს ერთობლივი ანუ თლიანობაში არის ეს ღონისძიება. და კონკრეტულად ვისაც ეზარება გვიან მოვიდეს ან ვისაც არ ეზარება ვისაც ეზარება ბილეთი არ იყიდეს და სხვა მოვიდეს ვისაც არ ეზარება მართალი ხო ამიტომ ესე ვერ გავყოფთ იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის ძალიან ბევრი ველაპარაკეთ ამდენ მნიშვნელოვანი სავსე დარბაზი ქართველი მებრძოლებისთვის და მაგას ვერ გავყოფთ ვერასდროს რა ამიტომ ეხლა მინდა რომ კითხო მერაბზე გონი რომ publicity-ის და პოპულარულობის გაზრდაში უდიდესი როლი აქვს. გონი ერთი 10 მილიონი ფოლოვერი გიყავს. 10 მილიონი ფოლოვერი ადევნებს თვალს და რამდენჯერაც მის ასე ვთქვათ სოციმედიაში შემხვდა, სულ გახსენებთ, სულ ასე ვთქვათ შაუტ-აუთებს ეგრეთ წოდებულს გიკეთებთ. მე როგორც ხე მერაბ დვალიშვილის გულშემატკივარი 2017-18 წლიდან, აი Dana White-ის New Jersey სერიებიდან სადაც ყველა შოქს ჩააგდა და UFC-ის კონტრაქტი დაიმსახურა.
ხომ არ ქონიათ რაიმე კომუნიკაცია, თუნდაც არაფორმალური ფორმით, რომ ერთი ბრძოლა აქაც იჩხუბოს ქართველი გულშემატკივრების წინაშე მერაბმა, რაღაც ეტაპზე თავის კარიერაში შეიძლება ეს იყოს რაღაცა ეგრეთ წოდებული retirement გაცილების ბრძოლა, იმიტომ რომ აი მაგალითად ფეხბურთს საუბრობდით მე და შენ, ყვარაც ხო ეგეთი ადამიანია, ეხლა ჩვენთვის ქართველებისთვის, მაგრამ აი ფეხბურთის კონცეფციდან გამომდინარე, მაინც ნაკრებში რო თამაშობს, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა რომ ეხლა პარიზში და ნაპოლიში წავიდეს, შესაძლებლობა აქვს რომ აქ აი დინამოზე ან ლოკომოტივზე უყუროს და დატკბეს, ხო? ამით და MMA-ს რო ეს ეროვნული განზომილება რო არ აქვს, აი ეს მერაბის ერთი ჩხუბი ძალიან ბევრი ქართველისთვის, თუნდაც აი one final time შეიძლება იყოს აი ძალიან მაღალი დონის და აქვს რეალობაში ამას, ასე ვთქვათ, რაიმე პერსპექტივა, ან რაღაცა კომუნიკაცია ხო არ ქონიათ, ან ხო არ ხარ დღია ამ იცით რა არის, ამ ეტაპზე არასერიოზული იქნება ჩვენგან გავსი შეთავაზების გაკეთება. ხა. თორე დაწუნებული ვარ მერაბი ხამარს დაიბრუნებს და კიდე ბევრი წელი დაიცავს და ამაყად ატარებს ქართულ დროშას UFC-ში. რა თქმა უნდა, რაღაც ეტაპზე მას თუ სურვილი ექნება კარიერის მიწურულს, რომ საქართველოში დიდი გამომშვიდობება ქონდეს, ნებისმიერ მომენტში მზად ვართ ეს გავაკეთოთ, შევასრულოთ. და ისეთი გაცილება მოუწყოთ სპორტიდან, როგორცაც მერაბი იმსახურებს რა. ნამდვილად ჯერ ძალიან ადრეა. ხო, ჯერ ძალიან ადრე არის, როგორც თვითონ თქვა, ჯერ ერთი 5 წელი არაპირებს დანებებას თავის. მაგრამ ძალიან შთამბეჭ დავიდა, ძალიან ისეთი სერიოზული ღონისძიება იქნება ნამდვილად. და ჩემი ბოლო კითხვა, სად ხედავ რკენას 5 წელიწადში? არ ვიცი რატო დაგჭირდება 3 წელი თუ 5 წელი. მაგრამ აუცილებლად მაქსიმუმ 5 წლის ვადაში კენა იქნება ტოპ 5 ორგანიზაცია მსოფლიოში. ეს არის გეგმა, რომელსაც თავმდაბლად მიყვებით და აუცილებლად აღვასრულებთ რა. ეს მოკლედ იმედი გვაქვს ჩვენს, რომ ესეთ წვერვალებს მიაღწევს ეს ქართული სულის ორგანიზაცია, საერთაშორისო დონეზე. ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის, ძალიან საინტერესო იყო ეს პოდკასტი. იმედი გვაქვს ისე ამოვნეთ დღევანდელი ეპიზოდით. ნახვამდის.